დღეს მინდა შემოგთავაზოთ ნეიროალგორითმი ვარდი, ეს უფრო ნეიროარტს განეკუთვნება და დაემთხვა ისე, რომ ვალენტინას აკადემიაში ახლა მიმდინარეობს ტრენინგი კალორიულ ენერგიის გაძლიერებით, შენი შინაგანი ძალის გაძლიერებით, სურვილების მოზიდვა და ახდენა და მიზნების მიღწევა და აი ამ ტრენინგზე გუშინ მოგცა ვალენტინამ ტექნიკა ვარდი და იმავე დღეს საღამოს დავესწარი ღია ვებინარს, სადაც გვახატინეს აი ეს ნეიროალგორითმი ვარდი და გოგოებისთვის იყო სხვათა შორის ეს ვებინარიც, ნეიროვებინარიც. ისეთი საინტერესო საოცარი დამთხვევა იყო, ვიფიქრე, კარგი იქნება თუ ჩემს გოგოებს გავუზიარებ ჯგუფში ამ ალგორითმს თქო და აი ისიც. ესე იგი, ქაღალდის ცენტრალურ ნაწილზე შემოხაზეთ წრე, რომელიც იქნება ცოტა ბაცი, ან ძალიან არ გამოკვეთოთ და ეს იქნება ჩვენი ვარდის ფორმა, ძირითადი ფორმა. ანუ აქ ნახეთ, დააკვირდით რა ზომის ვარდი გინდათ რომ დახატოთ და ისეთი სიდიდის წრე აირჩიეთ. შუა ნაწილში უსწორმასწორო ხაზებით ვიწყებთ ვარდის ფურცლების ხატვას, შუიდან დავიწყებთ, ცოტა უფრო მომცრო ფურცლებს ხატავთ და მერე ნელა-ნელა ვადიდებთ, როგორც ჩვეულებრივ ყვავილის ხატვის დროს ვაკეთებთ და არ არის ნამდვილად რთული, პირიქით ძალიან სასიამოვნო დასახატია. აი ამ ხაზების გავლების დროს ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ თავზე, საკუთარ გამოვლენაზე, ეს ალგორითმი, რადგან ვარდია და ვარდს აქვს ასევე პატარა ეკლებიც, ანუ თავსაც იცავს, მოიაზრებს ქალს, ქალურობის გაძლიერებას, ქალური ენერგიის ჰარმონიზირებას ჩვენში, თუმცა ჩვენ აქ ეკლებსაც დავხატავთ, რაც იქნება ჩვენი დაცვითი ფუნქციების გამოვლენაც, ანუ არ ვართ ისეთი ქალები, გოგოები, რომლებიც იმის გამო რომ ვიყოთ და ვცვლით რომ ქალურობა ეს არის სინაზესთან ასოცირებული, არ ვაძლევთ არავის უფლებას მიუხედავად ამ სინაზისა, რომ დაგვჩაგრონ. არც ჩვენ თავს არ ვაძლევთ ამის უფლებას, იმიტომ რომ ხანდახან არის გადავერთვებით ამ ქალურ მოვალეობებში და საკუთარი თავი გრჩება გვერდზე, ყველაფერს ვიღებთ ჩვენ თავზე, ოჯახშიც და ხანდახან გვჭირდება დასვენება, ამდენი კეთება, ლაგება და ეს ყველაფერი შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენთვის კარგი. ხო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა მოწესრიგებულ გარემოში ხარ, მაგრამ უფრო უკეთესია, როდესაც საკუთარ თავს ცემ პატევს და მუდმივად არ ხარ გადართული რაღაცა ვალდებულებებზე და აძლევ შენ თავს იმის უფლებას, რომ დაჯდე, დაისვენო, დალიოყავა, დატკბე სილამაზით, წაიკითხო, დახატო, მოისმინო რაღაცა ჭიდების ჭიქჭიქით, დატკბე დილით და ასე შემდეგ. არც ის არის ცუდი, თუ ხანდახან ჩვენს საყვარელ ადამიანებს პირდაპირ ვეტყვით, რომ ჩვენც გვჭირდება მოვლა და ჩვენც გვინდა რომ გვივლიდნენ და ვთხოვოთ მაგალითად რომ დავიღალე და ცოტა მინდა რომ მომიარო, ყავა რო დამისხა მომიტანო, ამაზე უარს ნამდვილად არ გვეტყვიან. კიდევ შეიძლება ჩავთვალოთ ინსპირაციის წყაროთ ამ ნახატისთვის ექსიუპერის ძალიან ლამაზი ზღაპარი პატარა პრინცი და გახსოვთ ალბათ ყველას იქ არის ვარდი, რომელიც შემთხვევით მოხდება ამ პრინცის პლანეტაზე და ეს ვარდი არის ცოტა ესეთი ეგოისტური, ცხასიათიანი, ულამაზესია და დაცვა ჭირდება, ხო? და იცავენ. და მერე, როდესაც პრინცი მოგზაურობის დროს, პატარა პრინცი აღმოაჩენს ბაღს, ვარდებით სავსე ბაღს, კი გაუკვირდება, რომ თურმე რამდენი ყოფილა მსგავსი და მე ის ერთადერთი მეგონა, მაგრამ ცოტა ხანში მიხვდება, რომ მისი ვარდი მისთვის ერთადერთია და განუმეორებელი. აი ჩვენც ასეთი ერთადერთი და განუმეორებლები ვართ გოგოებო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვართ ლამაზები, კარგები და მთელი პლანეტა სავსე არის ულამაზესი გოგოებით, ანუ ჩვენით მაინც ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი არის ინდივიდუალურად ძალიან ლამაზი შინაგანი სამყაროს მქონე
და ჩვენი ეს შინაგანი სილამაზე უნდა იყოს ჰარმონიულად გამოვლენილი ჩვენს სურვილებში, ჩვენს ცხოვრებაში. აი აქ ამ ფურცლებში, ამ ხაზებში ჩააგსოვეთ თქვენი სურვილები, როგორ გინდათ, რომ იყოს თქვენს გარშემო სივრცე მოწყობილი, როგორ გინდათ, რომ აღგიქვავდნენ თქვენ, როგორც პიროვნებას, როგორც ქალს. ჩახატეთ, როგორ გინდათ, რომ თქვენი ქალური სინაზე იყოს გამოვლენილი, როგორ მოუვლით თავს, რას აჩუქებთ თქვენ თავს, საჩუქრებიც ჩახატეთ ამ ხაზებში ბევრი, თქვენგან მიღებული, სხვისგან მიღებული და ასე შემდეგ. ანუ ამ ხაზებში ვაკეთებთ ჩვენი სურვილების და საკუთარი თავის გამოვლენას ჩვენს სივრცეში და სამყაროში. და როდესაც უკვე ძირითად ნახატს გააკეთებთ ვარდის ფურცლებისას, მერე გადავდივართ ყლორტების და ტოტების ხატვაზე, იმიტომ რომ ჩვენი ვარდი აღმოცენებულია ძლიერ ტოტზე. დააკვირდით, როგორი არის ვარდი თუ გაქვთ, როგორი ტოტები აქვს მას და აი ასეთი სხვათა შორის ნეიროგრაფიული ტოტები არის. ამიტომ რომ ხაზები თვითონ ნეიროგრაფიული ხაზები ეს არის ცხოვრებისეული ხაზები, ასე ვთქვათ, ანუ აღებულია იმ ფორმებიდან, რაც აქვს ხის ტოტებს, ვარდის ტოტებს, თუნდაც რაც აქვს მდინარის ნაკადებს, შენაკადებს და ასე შემდეგ. ხო და ამ შემთხვევაში ხაზებიც ტოტების გავავლოთ ნეიროგრაფიულად და მივამსგავსოთ ვარდის ტოტებს, რომელზეც არის აღმოცენებული. თუ ხატავთ ერთ ვარდს, აქაც მაშინ ერთი ღერო იქნება, მაგრამ ექნება ამ ღეროს ძლიერი საფუძველი და შეგიძლიათ პატარა განშტოებები გაუკეთოთ, პატარა ტოტებიც. არ გვავიწყდება პატარა ეკლები სამკუთხედების სახით, ამ ტოტებზე უნდა განვათავსოთ და ფოთლები, რომელიც იქნება ტოტებზე, ეს არის ჩვენი სოციუმი, გარემო, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები. ამიტომ ფოთლები დახატეთ შესაბამისი ზომის, როგორიც წამოვა, ესე იგი, ეგეთი დატვირთვა აქ ამ სოციუმს თქვენთვის, ხო? ამასაც მიაქციებთ ყურადღება. რა თქმა უნდა, რეფლექსიებს ვაკვირდებით ხატვის პროცესში, განსაკუთრებით ფურცლების ხატვისას, სადაც თქვენ თავზე ფიქრობთ, როგორი წამოგივათ ემოციები, რას გრძნობთ ამ დროს, ეს ყველაფერი დააფიქსირეთ, შეეცადეთ, რომ იცხოვროთ კარგად ეს ემოცია, გაიაზროთ, გაანალიზოთ, რატომ არის ეს, რატო წამოვიდა ამ პროცესში, გაფართოების, გაფურჩქვის, გამოვლენის პროცესში, რატო წამოვიდა ეს ემოციები თქვენთან, ხო არ არის აქ რაღაცა ხელის შემშლელი, ხო არ საჭიროებს ეს კიდევ ცალკე ანალიზს და დამუშავებას. ეს იქნება კარგი. და როგორც აღვნიშნე, უკვე როდესაც ფოთლებსაც დახატავთ და ძირითად კომპოზიციას შექმნით ნახატისას, შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ მომგვალებებზე და მომგვალებას აქ არ ვაკეთებთ ძალიან მკვეთრს, რომ ნახატის სილამაზე არ დავარღვიოთ. პატარა მომგვალებები გააკეთეთ, რჩევა იქნება, რომ თვითონ ეს კომპოზიცია დახატოთ ცოტა სქელი მარკერით, თუ დიდი ფურცელი გაქვთ და მომგვალებები გააკეთოთ უფრო თხელი წვრილი მარკერით, წვრილი პირიანი მარკერით. ძალიან გადავტვირთავთ ამ ნახატს და რამოდენიმე სივრცული ხაზი შეგვიძლია გავუშვათ ვარდიდან. ანუ ჩვენი ემოციები, გრძნობები, სურვილებიც გავუშვათ სივრცეში. ამ ხაზებმა შეიძლება გადაკვეთონ ტოტები და ფოთლები, მაგრამ არაფერი, ეს არის ჩვენი გამოვლენა ჩვენს სოციუმში. და შემდეგ უკვე გადავდივართ ფერზე. ფერზეც არ ხართ შეზღუდულები ენერგეტიკულად, რასაც გრძნობთ, რა ფერისაც გსურთ, რომ იყოს თქვენი ვარდი. ხასხასა წითელი, ბაცი ვარდისფერი, სტაფილოსფერი, ყვითელი, ანუ განწყობის მიხედვით გააკეთეთ, რასაც წამოიღებს, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, რომ უფრო გააძლიეროთ, თქვათ ემოციები, რა თქმა უნდა, გირჩევთ უფრო მკვეთრი ფერების
ენერგიების გაძლიერებისთვის უფრო მკვეთრი ფერების გამოყენებას და ტოტებით შესაბამისად შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ყავისფერი, ასევე მწვანე. აქ არ ხართ შეზღუდული, არც ვიყენებთ აქ ძირითად არქეტიპირების პრინციპს, რაც არის ნეიროალგორითმებში, არ ვიცავთ, რადგან ეს გახლავთ, როგორც აღვნიშნე, ნეიროარტი. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ნეიროარტი ისეთივე ძალიან ქმედითი არის, როგორც ნეიროალგორითმის ხატვა. ამიტომ მომგვალებებს მაინც ვაქცევთ ყურადღებას, რომ კონფლიქტური ზონები არ დაგვრჩეს. გვახსოვს, რომ მომგვალება არის კონფლიქტური ზონების დამუშავება, ხო? მათი, ასე ვთქვათ, განეიტრალება. ამიტომ ამასაც მიაქციეთ, მეგობრებო, ყურადღება. და საბოლოოდ, როდესაც უკვე ფერსად შემოიტანთ, მე აქ ფონი დავტოვე თეთრ ფერში, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ფონს მისცეთ ნებისმიერი ფერი, მუქი, ღია, უფრო მკვეთრი, უფრო როგორც თქვენ გინდათ ისეთი. და ბოლოს უკვე შემოგვაქვს ველის ხაზი, სამყაროს ძლიერი ენერგიის ხაზი და აქაც ფრთხილობთ. არ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა, რომ გააკეთოთ ახალი ხაზი გაავლოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რომ არ დავარღვიოთ, ხო, ჩვენი ნახატის სილამაზე, მოდით ხაზი გადავავლოთ უკვე არსებულ ხაზებს და ისე გავიტანოთ მარცხნიდან მარჯვენა ზედა კუთხისკენ. და ფიქსაციის ფიგურაც თქვენ აქ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ. ზოგ შეიძლება მოუნდეს დააფიქსიროს რამე სხვა ნაწილი ნახატის, მაგრამ უფრო ლოგიკური იქნება თუ ფიქსაციას გავაკეთებთ საკუთარ თავზე, ანუ ვარდზე და აქ მე ეს ფიქსაციის ფიგურად სწორედ ვარდი ავირჩიე. ესეთი ლამაზი ნახატი გამოგივათ ყველას და ძალიან გამეხარდება თუ ჩატში გამიზიარებთ თქვენს ნამუშევრებს და დამწერთ თქვენს შეგრძნებებს. ბედნიერ, ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, მეგობრებო.